ხონის თეატრში მუნიციპალიტეტის გამორჩეულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს შორის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად შესარჩევი ტური გაიმართა. პროექტში 10 საჯარო სკოლის მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. ეტალონი მოსწავლის ტიტული მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ნათია ეფრემიძემ მოიპოვა, რომელიც 2016 წლის მაისში საქართველოს ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად თბილისში იბრძოლებს. პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია ნიჭიერება ჩვენი ახალგაზრდები, თვითონ თავისთავად ახალგაზრდობა, მე ნიჭიერი ახალგაზრდობა. და მე მინდა რომ ეს იყოს გადამდები, აი ამ პაექრობაში გამოვლინდეს მართლაც უნიჭიერეს. ყველაზე დიდი იარაღი, რაც კაცობრიობას შეუქმნა, ეს არის ცოდნა და აი ამ ცოდნით მინდა რომ ეს ცოდნა უნათებდეს გზას ჩვენს ახალგაზრდობას. ძალიან კარგი პროექტია ახალგაზრდების რომ საკუთარი თავი გამოავლინო. მე ვთვლი რომ ძალიან კარგი და ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა და შეიძლება ითქვას რომ ძნელიც იყო გამარჯვება. კარგი იქნება თუ კიდევ გაგრძელდება მსგავსი პროექტები. არჩევი კონკურსი ჩატარდა რა თქმა უნდა რესურს ცენტრში. სკოლები 16 იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო 10 მოსწავლე. საკმაოდ ორგანიზებულად იყო ყველაფერი. მესამე ეს არის შემოქმედებითი ნორმები. და ბოლოს თავი და თავი. ეს ნიჭიერება, რომელიც ხონში იგრძნობოდა. იმიტომ რომ არა მარტო მონაწილეები იყვნენ აქტიურად ჩართულები კითხვა-პასუხში, არამედ მთელი დარბაზი.